საპარტნიორო ფონდი მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს. სწორედ საპარტნიორო ფონდის შექმნა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. საბჭო ეკონომიკური პროფილის მინისტრებით დაკომპლექტება და მისი უმთავრესი მიზანი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება იქნება. საპარტნიორო ფონდის მეშვეობით დაფინანსდება ისეთი პროექტები, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურების, ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა და ყველა ის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 10 პუნქტიანი გეგმის შესრულების შედეგებით შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. ამ ფონდის მთავარი ფუნქცია იქნება სწორედ ისეთი მსხვილი ენერგეტიკული თუ არაენერგეტიკული პროექტების განხორციელება, რომელსაც ვერ ახორციელებს კერძო სექტორის დამოუკიდებლობას და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის სტაბილურობისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის და ექსპორტის გაზრდისთვის. ჩვენ ლაპარაკობთ ამ შემთხვევაში ძალიან მსხვილი ჰესების მშენებლობაზე, თუნდაც ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაზე და სხვა ასეთი ტიპის პროდუქტებზე. ასეთ ტიპის პროექტებზე. აღნიშნული ფონდიდან, პარტნიორობის ფონდიდან არ მოხდება პირდაპირ ენერგეტიკული პროექტების დაფინანსება, აქ მოხდება კონკრეტული ელექტროენერგიის ყიდვის გარანტიის გაცემა, დღესაც ნებისმიერი კომპანია, როდესაც აშენებს ჰიდროელექტროსადგურს, ელექტროენერგიას ზამთრის თვეებში ყიდის საქართველოში და სისტემის კომერციული ოპერატორი ყიდულობს ამ ელექტროენერგიას, სწორედ სისტემის კომერციული ოპერატორის დეფოლტის შემთხვევაში გარანტულად დადგება ეს ფონდი.